საუნდის დროა. დღეს საუნდროს პირსაკრავზეა ალბომი, რომელიც არამხოლოდ მუსიკა, არამედ ნამდვილი კულტურული აფეთქება და ესთეტიკური ამბოხია. წარმოიდგინეთ 1975 წელი, ნიუ-იორკი, ქალაქი, რომელიც ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა, მაგრამ შემოქმედებითად დუხს. სწორედ ამ ქაოსიდან იბადება პატი სმითის სადებიუტო შედევრი Horses. მოდით პირდაპირ ვთქვათ. ეს ალბომი რევოლუციურია იმიტომ, რომ პატიმ უბრალოდ უარი თქვა ნებისმიერ კონფორმიზმზე. იმ ეპოქაში, როცა მუსიკალური ინდუსტრია ქალშემსრულებლებს, ან ნაზი მომღერლის, ან სექსუალური დივას როლს თავაზობდა, პატი სტუდიაში შევიდა როგორც პოეტი, მეამბოხე და ხშირად სრულიად არაპროგნოზირებადი შამანი. მისი მთავარი იარაღი აქ არა მხოლოდ ხმა, არამედ მისი პოეზია და აბსოლუტური თავისუფლებაა. ინსტრუმენტალი ხშირად საგანგებოდ უკანა პლანზეა გადაწეული, რათა პატის ხმამ, რომელიც ხან ჩურჩულებს, ხან კბილებში გამოსცრის სიტყვებს, მთელი სივრცე დაიკავოს. ბევრს გონია, რომ პანკი მხოლოდ ლონდონში დაიბადა, მაგრამ Horses ხშირად მოიხსენება როგორც ისტორიაში პირველი პანკ ალბომი. სანამ ბრიტანეთში The Clash და Sex Pistols გამოჩნდებოდნენ, ნიუ-იორკში CBGB-ის სცენაზე პატი სმითი და Ramones უკვე ქმნიდნენ ამ ჟანრის ფუნდამენტს. პატის ბენდს უკვე ჰყავდა ერთგული მსმენელი, რომელიც ამ ხმოვან მანიფესტს მოუთმენლად ელოდა. პატიმ დაამტკიცა, რომ პანკი მხოლოდ ხმაური კი არა, არამედ ინტელექტუალური დამორჩილებლობაცაა. ალბომის შექმნის პროცესი ნამდვილი ბრძოლის ველი იყო. პატიმ პროდიუსერად ლეგენდარულ ჯონ კეილი მიიწვია The Velvet Underground-იდან. წარმოიდგინეთ ორი უძლიერესი რადიკალური არტისტი ერთ სტუდიაში. პატი გამოუცდელი იყო ჩაწერის ფორმალურ პროცესში, ამიტომ ისინი გამუდმებით კინკლაობდნენ. ხშირად დაკნინებდა კეილის როლს, თუმცა სწორედ კეილის დამსახურებაა ის მოთოკილი ქაოსი, რაც ამ ჩანაწერს ასეთ ძალას აძლევს. არ შეიძლება არ ვახსენოთ რობერტ მეიპლ-ტორპის მიერ გადაღებული საგულდო ფოტო გარეკანზე. პატი თეთრ პერანგში, მხარზე გადაკიდებული პიჯაკით. ეს იყო შოკი. არანაირი მაკიაჟი, არანაირი ქალური მოკრძალება. პატი აქ აბსოლუტურად ანდროგინულია. აბსოლუტურად ანდროგინული და აბსოლუტურად ნამდვილი, რადგან თავისივე სიტყვებით ჩანაფიქრი არ ყოფილა სტილით განაცხადი გაეკეთებინა. უბრალოდ ეცვა ის, რაც მოსწონდა და რა ესთეტიკაშიც თავს კომფორტულად გრძნობდა. პიჯაკი კი ფრენკ სინატრასავით გადაიკიდა. სიმღერებში ლირიკული გმირის გენდერის ბუნდოვანება შთაგონებული იყო ჯოან ბაეზით, რომელიც ხშირად მამაკაცის პერსპექტივიდან მღეროდა ქავერებს. პატიმ ეს იდეა კიდევ უფრო შორს წაიყვანა და სიმღერებში პერსონაჟების სქესი განზრახ გაურკვეველი დატოვა. ეს იყო განაცხადი, რომ ხელოვნება სცილდება გენდერულ საზღვრებს. ახლა კი მოდით ჩაუჯდეთ თითოეულ ტრეკს და მოგიყვებით რა ხდება ამ ალბომის შიგნეულობაში. ალბომის პირველი ტრეკი Gloria იხსნება ისეთი ფრაზით, რომელმაც 1975 წელს ბევრი ადამიანი გააოგნა. Jesus died for somebody's sins, but not mine. ეს არის პატის პოეტური შესავალი ვან მორისონის კლასიკურ სიმღერაში. თავიდან ყველაფერი ძალიან ნელა, თითქმის მედიტაციურად იწყება, მაგრამ მერე მუსიკა ნამდვილ დასაბმელ მხეცად გადაიქცევა. პატი აქ გადმოსცემს ველურ ტოლვას გოგონას მიმართ სახელად Gloria. მთელი სიმღერა არის ენერგია, რომელიც ნებისმიერ კედელს გაანგრევს. Redondo Beach-ში პატი საოცარ კონტრასტს თავაზობს. მუსიკა არის funky, რეგე რიტმებით. თითქოს მზიან სანაპიროზე ხარ, მაგრამ ტექსტი საზარელ ტრაგედიაზეა. ის მოგვითხრობს გოგონაზე, რომელიც დასთან ჩხუბის შემდეგ თავს იკლავს. ეს ამბავი პატის რეალური ცხოვრებიდან მოდის. მართლა იჩხუბა დასთან, რომელიც საბედნიეროდ ცოცხალია, მაგრამ სიმღერაში ეს კონფლიქტი ფატალურ დასასრულამდე მიიყვანა. ეს მხიარული მუსიკისა და სიკვდილის თემის ნაზავი გვიჩვენებს, რამდენად ღრმად პოეტურია პატის ხელოვნება. Birdland არის ტრეკი, სადაც პატი თავის პოეტურ პიკს აღწევს. ეს 9 წუთიანი ეპოსია, რომელიც პიტერ რაიხის მემუარებით სიზმრების წიგნით არის შთაგონებული. წარმოიდგინეთ ბავშვი მამის დაკრძალვაზე, რომელიც ხედავს, როგორ მიფრინავს მამამისი ამოუცნობი მფრინავი ობიექტით. ინსტრუმენტალი აქ ძალიან მშვიდია, თითქმის laid back, რელაქსირებული, რათა მთელი ყურადღება პატის ხმაზე გადავიდეს. ის ხან პოეზიას კითხულობს, ხან მღერის, ხანაც კბილებში გამოსცრის სიტყვებს. სწორედ ამ ტიპის შესრულებამ შთააგონა PJ Harvey თავისი საკულტო Rid of Me-ს შექმნისას. Free Money პატის ბავშვობის გაჭირვების ანარეკლია. ის იხსენებს, როგორ ოცნებობდა დედამისი ლატარიის მოგებაზე, რათა ოჯახი უსახსრობისგან დაეხსნა. სიმღერა ნელი ფორტეპიანოთი იწყება, მაგრამ ტემპი ისე იზრდება, რომ საბოლოოდ ჰისტერიკაში გადადის. ეს არის ფულის, როგორც თავისუფლების ერთადერთი გზის წყურვილი. კიმბერლი არის ალბომის ერთ-ერთი ყველაზე თბილი და პირადული მონაკვეთი. პატი აქ თავის უმცროს დაზე მღერის, როგორ უვლიდა მას შტორმის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ჟღერადობა ისევ ისეთი ნიუ-იორკულია, აქ იგრძნობა საოცარი მზრუნველობა და სიყვარული. პატი გვაჩვენებს, რომ მეამბოხეობის მიღმა მას ძალიან ნაზი მხარეც აქვს. ტრეკი Break It Up თითქოს სიურეალისტურია.
პატიმ სიზმარი ნახავ ჯიმ მორისონზე, რომელიც კლდეზე იყო მიჯაჭვული, როგორც პრომეთე. და პატი სთხოვდა მას, რომ გათავისუფლებულიყო. მუსიკა ძალიან ემოციური და დრამატულია, ხოლო Band Television-ის Tom Verlaine გიტარით ისეთ ატმოსფეროს ქმნის, თითქოს მართლა იმ კლდესთან დგახარ, სადაც პატი The Lizard King-ის მიმართ აღავლენს თხოვნას. ამ ალბომის გული ალბათ ცალსახად არის Land. ეს არის 9 წუთიანი ხმოვანი კოლაჟი, სადაც რამდენიმე ამბავია გადაჯაჭვული. მათ შორის პერსონაჟ ჯონის ამბავი. ეს არის პატის ყველაზე ცნობილი და სუნთქვის შემკვრელი ნამუშევარი. როგორც პოეტი აქ ის მწვერვალზე დგას. სიტყვების ნაკადი ისეთივე სწრაფია, როგორც მისი ბენდის რიტმი. აქ ბრწყინავს სუფთა ხელოვნება ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე. ტრეკი Elegy-ით ალბომი სრულდება, შვიდად და სევდიანად. Elegy-ა, როგორც სახელი გვეუბნება, ეძღვნება როკ-ენ-როლის იმ ლეგენდებს, რომლებიც უკვე წავიდნენ. Hendrix, Joplins. ეს არის დამაფიქრებელი ფინალი, რომელიც გვახსენებს, რომ მუსიკა უკვდავია, მაშინაც კი, როცა მისი შემქმნელები გვტოვებენ. როცა Horses უსმენ, ხვდები რატომ ასეთი მნიშვნელოვანი. პატის მიტყვა დაამტკიცა, რომ როკ-ენ-როლი არ არის მხოლოდ გასართობი, ის არის ინტელექტუალური იარაღიც. მან წაშალა ზღვარი მაღალ ხელოვნებასა და ქუჩის კულტურას შორის. გზა გაუკვალა არა მხოლოდ პანკს, არამედ ყველა იმ არტისტს, ვისაც უნდა ყოფილიყო სხვანაირი. ამ ალბომის სილამაზე მის ხარვეზებშიცაა, მის მოულოდნელ და დაუმუშავებელ ენერგიასა და იმ პოეტურ თავისუფლებაში, რომელსაც სხვაგან ვერსად შეხვდებით. პატი არ ცდილობდა ყოფილიყო როკ ვარსკვლავი, ის ცდილობდა ყოფილიყო პოეტი და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ორივედ შედგა. შენთვის რომელია პატი სმითის საყვარელი სიმღერა? დამიწერე კომენტარებში. თუ გსურს არ გამოგრჩეს ახალი მუსიკის აღმოჩენის შესაძლებლობა, გამოიწერე საუნდრო ყველა პლატფორმაზე. თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე და გაუზიარე მეგობრებს. თუ გსურს განსაკუთრებული წვლილი შეიტანო არხის განვითარებაში, ხარ დამიჯერე ქისაზეც. ეს იყო საუნდის დრო. მომავალ შეხვედრამდე.